გაგვეცანი პირველ რიგში. გამარჯობა, მე ვაკო ვარ. პროფესიით მუსიკოსი, მაგრამ მეორე ჰობით ფოტოგრაფი. რამდენი ხანია, რაც იღებ? დიდი ხანი არ არის, რაც ვიღებ, დაახლოებით ალბათ 5 წელი არის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ფოტოგრაფი მეგობარი მყავდა, ფოტოგრაფის ინტერესი არ მქონდა, სანამ ერთმა კადრმა შეცვალა ყველაფერი აბსოლუტურად. რა იყო ეგ ერთი კადრე? ინდოეთში მოგზაურობის დროს გადავწყვიტე, რომ გადამიღო ბავშვები, ოღონდ უფრო ბავშვები სევდიანი თვალებით. როდესაც ჩამოვედი, ჩემო მეგობარმა მთხოვა, მეჩვენებინა რამე თუ გადავიღე. ფოტოჟურნალს ნაკო იყო ეგ მეგობარი. და რო დაათვალიერა, მე მგონიო გაგისწორდება, რომ ფირის კამერა იყიდო და მეორე დღესვე გავქანდი, ვიყიდე ფირის კამერა და პირველი ფირო ჩავცალე, გავქანი და ეგრევე მეორე ფოტოაპარატი ვიყიდე, ისე გამიტაცა რა. ესე იქცა ხობაც, რომელიც უკვე 5 წელია გრძელდება. თბილისში თუ გაქვს საყვარელი ადგილი, სადაც იღებ ყველაზე ხშირად? უფრო სიამოვნებით ძველი თბილისის გადაღება, ძველი თბილისის არქიტექტურის გადაღება, მაგრამ მაინც ჩემი საყვარელი ქალაქი გადასაღებად მაინც ბათუმია, რადგან იქ გავიდა და დავიბადე რა. ეხლა სად წავიდეთ, სად გავისეირნოთ? ნებისმიერ ადგილზე თბილისი ძალიან ბევრი გადასაღები ადგილია, კონკრეტულად ესე არ მიყვარს რაღაც ადგილების არჩევა, უფრო მიყვარს მოძრაობა და მოძრავი კადრების გადაღება თან რა. დამკვირვებელი ხარ ისე პროცესში თუ ეძებ კონკრეტულ სცენებს, კადრებს? იქიდან გამომდინარე, რომ ფირზე ვიღებ და შეზღუდული ვარ კადრების რაოდენობით, ვცდილობ ხოლმე რომ კომპოზიცია ავაწყო და მერე გადავიღო. ადრე რაღაც მიწევდა მაინც ფოტოაპარატში გახედვა, რომ კადრი ამეწყო და ეხლა ისე ვარ მიჩვეული, რომ თვალითაც ხედავ მაგას და მერე ვიღებ რა. კარგი, წავიდეთ. წავიდეთ. ბაკო, ისე რატო ფირი? პირველ რიგში იმიტომ, რომ გაძლევს იმის საშუალებას, რომ იფიქრო რა. პირველ რიგში მომწონს ფირის ესთეტიკა და უფრო მხატვრული არის ბევრად, ვიდრე ციფრი. ციფრი ჩემთვის უფრო ბრტყელი არის, ვიდრე ფირი რა. მაგიტომ მომწონს უფრო სიღრმის გამო ალბათ რა. ძალიან მიყვარს გზის ჩრდილებთან თამაში. ჩრდილებს დავსდებ ხოლმე, ან გზის შუქს. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებს პროტესტი აქვს გადაღებაზე, ვცდილობ ხოლმე ხანდახან ჩუმადაც გადავიღო ფოტო, ისე რომ კამერა თვალთან არ მივიტანო. მაგაზე უნდა მეკითხა ისე. ეთიკა და დისტანცია, მაგაზე ზოგადად რას ფიქრობ? ძალიან რთული მომენტი არის. გინდა რომ გადაიღო ადამიანები, მაგრამ ადამიანებს არ უნდათ რომ გადაუღონ. ბათუმში ბევრად მიჩვეული არიან ფოტოს გადაღებას ადამიანები და არ აქვს ეს კომპლექსი და გაბრაზების მომენტი რა. ფოტო შავ-თეთრი თუ ფერადი? როგორც დაგინახე, რაღაც ჩაიჭირე, თუ გინდა ჯერ გადაიღე და მერე. გამექცა. ფერადი თუ შავ-თეთრი? აი არ ვიცი. ალბათ უფრო წელიწადის დროზე და ამინძია დამოკიდებული. თოვლში უფრო შავ-თეთრი ფირის გადაღება მიყვარს, იმიტომ რომ მაინც შავ-თეთრია და უფრო კარგი ესთეტიკა აქვს შავ-თეთრ ფირსაც. ზაფხულში ალბათ უფრო ფერადია. მაგრამ რა ვთქვა, რომ არჩევანს რომელს მივანიჭებდი, ვერავიჭებდი. ამ 5 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა ეს ქალაქი გადაღების თვალსაზრისით, ობიექტივიდან, როგორ ჩანდა და როგორ ჩანს? შეურა მეიცლება, სამწუხაროდ ცუდისკენ, მაგრამ იცლება. ის ესთეტიკა ეკარგება ქალაქს, რაც ქონდა რა. იმის მაგივრად, რომ რაღაცა ძველი იერსახე შეუნარჩუნონ, თუნდაც კონკრეტულ უბანს, მაინც ცდილობენ, რომ დაანგრიონ და რამე ახალი აშენონ, რომელიც არაფერში არ ჯდება საერთოდ. გადასაღებათა რა თქმა უნდა არა საინტერესოა. ეს არის ჩუმი გადაღება. ბაკო, როგორ ფიქრობ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქუჩის ფოტოგრაფიაში? ლოდინი რაც თავარია,
კადრს სჭირდება ხანდახან დალოდება, იმიტომ რომ არის კადრი მოგწონს, აი მაგალითად მომწონს განათება, მაგრამ ცარიელი არის. არის მომენტი რომ მზეს ელოდებოდის განათებას. უფრო ადამიანებს ელოდები ხოლმე, აი. მოდი მე გავივლი. იმოძრავე უბრალოდ არ გაჩერდე და ეკარ. მაგრამ აქ ნახე რა ხდება კიდე. კატა, დავინახე. შენი შთაგონება მითხარი სხვა სფეროებიდან რა გაძლევს ხოლმე ინსპირაციას? ჩემ ცხოვრებაში პირველი ყოველთვის იყო და ალბათ იქნება მუსიკა, მაგრამ ფოტოგრაფია და ზოგადად ფოტოგრაფიის მუღამი გამიჩნდა მოგზაურობამ რა. ჩემი ალბათ პირველი წასვლა ინდოეთში რამაც ძალიან შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა, აზროვნება, შეხედულება და ასე შემდეგ. რო გკითხო შენი საყვარელი ქვეყანა ან ქალაქი გადასაღებად თქო? ჩემთვის უფრო აზია არის ყველაზე კარგი, იმიტომ რომ არ გიჭირს გადაღება ადამიანების რა. მაგალითად, აქ თუ ადამიანები გაჩხუბებიან გადაღებაზე, იქ პირიქით არის. აქ კადრი გიფუჭდება, იმიტომ რომ არ უნდათ რომ გადავიღო და იქ პირიქით. თუ დაგინახეს რომ უღებ, კადრი გიფუჭდება, იმიტომ რომ ის სულიცინიან რა. საყვარელი ფოტოგრაფი ყავს? ვინ? ჩემთვის მაინც ნომერ პირველი ალბათ სებასტიან სალგადო იქნება. სალგადოს ფოტოგრაფია და ფოტოები ალბათ ერთ დიდი კინო არის. ქართველი? ქართველი დოკუმენტალისტიკაში მომწონს ნათელა გიორგი ნაკაშიძე, რომელიც სასწაული დოკუმენტალისტია და ადამიანი, რომელმაც შემეყვარა ფოტოგრაფია. ბურამი წიბახაშვილი. დოკუმენტალისტიკა მომწონს უფრო რა. გამარჯობა. ფოტო რო გადაგიღოთ გარედან შეიძლება? თქვენ რო გადაგიღოთ ალბათ. აი. დავდით. უარი გითხრა? ხან გამოდის, ხან არ გამოდის. ხან გაიჩხუბებიან, ხან მოპოვებიან. ის კადრია. ვაკო. შენი პირველი ფოტო და შენი ყველაზე საყვარელი ფოტო ერთი და იგივეა, ის თვალები? ალბათ არა. უფრო არა, ხო? მაშინ რომელია შენი ყველაზე საყვარელი ფოტო შენივე გადაღებული? გაჩვენა. შრი-ლანკაზე ვიყავი ერთ-ერთ სასტუმროში და გამოვიდა გოგო, რომელიც გვემსახურებოდა, ისა იყო ჩაცმული, რომ მეგონა რომ გადასაღებად არის ჩაცმული. თუმცა მუშაობს და ეგეთი ფორმაცია. მაგრამ ხო, თვალებმა მიმზიდა მანდაც რა. თვალები, რომლებიც ძალიან ბევრს ლაპარაკობენ ყოველთვის. ეს ადგილი მიყვარს ძალიან გადასაღებად, სულ რამდენადაც არ უნდა გამოვიდე, სულ კადრი არის რა. ანახე რა ლამაზია. უნდა გადაგიღოთ რა. ძალიან ლამაზია. ასეთ ფონზე ვარ და მე. არა, ახლოს გადაგიღოთ. ახლოს გადაგიღოთ, მარტო სახის. ძალიან ხო რა. ძალიან. გადაღებას თხოვ ფოტოს თუ. ვერ გავი. ფოტოს გადაღებას თხოვდი, არაფერი. აი ესე, ამდენ ჯობია, რომ ჩუმად გადაიღო. აი ამ ბებოს ჩუმად გადავიღოთ. აუ ეს რა მაგარია. ძი ამას რო გადავიღო შეიძლება? ამას რო გადავიღო. მე არ გადამიღო და რასაც გინდა? შენ რატო არ გადაგიღო კაცო? ჩემ დავას, გადუღე რასე რამდენი შენ დავას რეგამას არ ისეთი ფონი არის ქვეყანაში, რომ ადამიანებს ზოგადად დაკარგული აქვს ყველაფრის ხალისი რა, მათ შორის ალბათ ჩვენც.
ეხლა ძალიან ბოლო პერიოდს სადაც არ გავალთ, ყველას ერთი პრობლემა გვაწუხებს რა, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა ზოგადად. და ერთ-ერთი მიზეზი ეს არის, რა გამოვდივარ, მინდა რომ ადამიანებს გადავუღოთ ჩვენთან, მაგრამ ისეთი აგრესია მოდის, რომ აგრესია კი არა, ხო გითხრას, აი არა და всё, ოკეი, აი გაეცლები რა. გითხრა არა, მაგრამ კონფლიქტში გადადის ხშირად რა. აი დღეს ეხლა რო არ დაუთმო, არაფრის გამო კონფლიქტი დაიწყება რა. ტელეფონი რო გავერიდო მაგას. მაგარი ტიპია. შენ არ გქონდა შეაფრისო. ანდო. ძიას ლაინსინია ფირებია? დია ფილმებია. ჰა. საფოში. აჰა. მოდი ხა მოგვიყევი შენ ფოტოაპარატზე. ჩემ პირველი ფოტოაპარატი იყო სასაყნეს ეძახიან, პატარა ოლიმპუსი. რომელიც თავის დროზე ალბათ $18 ღირდა და ეხლა ძალიან ძვირი. აი რომელიღაც ცნობილმა ფოტოგრაფმა გადაიღო მაგით რაღაც სერია და უცებ გაძვირდა. ორი კამერა მაქვს, რასაც ძირითადად ვიყენებ, ის ოლიმპუსი და ეხლა ეს. სპეციფიკა ორივე სხვადასხვა აქვს რა. ეს მექანიკურია და ფოკუსაც ისე ასწორებ, რომ შეიძლება რაღაც გადაიღო კადრი და რაღაც ბლარში ამოვიდეს, მაგრამ ისე უხდებოდეს, რომ სპეციალურად თუ გექნა, ეგრე ვერ იზრდებოდი რა. ლინზა? მაინც 35 მმ-ია. ხო და დააკვირვებული ვარ, რაც ფოტოგრაფი თავიდან როცა იწყებს, ძირითადად 50-ით იწყებენ. იმიტომ რომ 50 მმ არის ის მანძილი, რასაც ადამიანის თვალი აღება. ზუსტად იგივენაირად ხედავ რა. მაგრამ რაღაც დროის მერე და პლუს მაგას ახლოს მიცვლა არ გიწევს ადამიანთან, იმიტომ რომ ახლოს არის. 35 მმ-იან უკვე შორს გაქვს კადრი და გიწევს რომ ახლოს მიხვიდე რა. და რაც უფრო დიდ გამოცდილებას იძენ, უფრო და უფრო ამცირებ ლინზის ზომას რა. არიან ახლა ჩემი მეგობრები, ვისაც 24 მმ-ით იღებენ. მე მაგალითად გამიჭირდებოდა, იმიტომ რომ აი ადამიანს რო გადავუღო, აი ძალიან ახლოს მინდა მიწევს მისვლა რა. ხო და აი მაგას ცოდნა ჭირდება რა. თვალი რო გადავალოთ ჩვენ მთელ ამ გზას, რომელია დღის ფოტო შენი აზრით, დღევანდელი გადაღებულებიდან? რომელიმე ჩუმი კადრი იქნება იქ. ფოტოს ვიღებ იმიტომ, რომ როგორ დაასრულებდი ამ წინადადებას. ფოტოს ვიღებ იმიტომ, რომ შემდეგ იგივე განვიცადო, რაც ფოტოს გადაღების დროს. როდესაც ფოტოებს იღებ, ძალიან მნიშვნელოვანია აჩვენო ადამიანებს, ვინც ერკვევა ამ ფოტოგრაფიაში და ჩემთვის პირველი შემფასებლები იყვნენ გიორგი ნაკაშიძე და ანდრეი ტაბაღოა. ამას ამას გადავიღებდი, თან გავამჟღავნებდი, ან დავასკანერებდი, პირველი ვისაც უგდებდი, იყო ანდრე, ვინც აფასებდა ჩემ ფოტოგრაფიას და სიმართლე რო გითხრათ, რაც ანდრე აღარ არის, ცოტა როგორ თქვა, მაკლია ეგ რა, შეფასება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც გაფასებს ისეთი ადამიანი, რომელიც ჩვენთვის არის თავის ფოტოგრაფია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ანრის ფოტოგრაფია ჩვენთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ ანრიზე კარგად ბათუმს ვერავინ ვერ ხედავდა რა. არ ეზარებოდა თოვლი, წვიმა, ქარი. ეგ იყო მაგის სტიქია. ნებისმიერ ამით უნდა გასულიყო და გადაიღო ფოტო. უნდა გიყვარდეს ალბათ ეგ ქალაქი ძალიან რომ ეგეთ ფოტოები გადაიღო. ცოტა მიჭის ანრიზე ლაპარაკი, იმიტომ რომ დღემდე ძალიან გამიცდი ანრის არ ყოფნის.